მოგესალმებით, მეგობრებო, ვიდრე დავიწყებთ დღის ეს რიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვას, მსჯელობას და გადაწყვეტილებების მიღებას, მინდა რამდენიმე საკითხს შევეხო. პირველი მინდა დავიწყო ფეხბურთით. თქვენ იცით, რომ ფეხბურთი არის სპორტი, რომელიც ყველაზე მეტად უყვართ ჩვენს ქვეყანაში და ზოგადად მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა. რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავს ჩვენს ბიჭებს. ეს არის ის თაობა, ის ახალგაზრდები, რომლებმაც ფეხბურთის სიყვარული კიდევ განსხვავებულ ნიშნულზე აიყვანეს. ჩვენ რა თქმა უნდა, გქონდა ძალიან კარგი თამაშები. ისტორიაში პირველად მოვხვდით ევროპის ჩემპიონატზე, ვაჩვენეთ საუკეთესო ფეხბურთი, ლამაზი ფეხბურთი, არა მხოლოდ ქართველი გულშემატკივარი ევროპაშიც და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშიც ბევრი ადამიანი გულშემატკივრობდა. რა თქმა უნდა, მარცხი ყოველთვის დასანანია და გულდასაწყვეტია. ფეხბურთი იმიტომ არის საინტერესო, რომ მოგება და წაგება ძმები არიან, როგორც იტყვიან. და რა თქმა უნდა, წინასწარ რთულია ისაუბრო იმაზე, რომ შენ ყველა თამაშს მოიგებ. ხდება, რა თქმა უნდა, წარუმატებლობაც. მე მინდა მიმართო ჩვენს ბიჭებს, რომ გული არ გაიტეხოთ. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ გაკეთდეს სწორი ანალიზი. რა იყო მიზეზი ამ წარუმატებლობის, როგორც საუბრის დასაწყისში აღვნიშნე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ შეუძლებელია ყოველთვის კარგად ითამაშო, ან ყოველთვის წარმატებას მიაღწიო. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა თქვენ მხარს გიჭერთ, გვერდში გიდგავართ, მაშინაც კი, როდესაც არის წარუმატებლობა, არის მარცხი. რას ვიზავთ? სპორტია, ფეხბურთია, ცხადია, ყველას გვაქვს იმის სურვილი, რომ ჩვენმა ნაკრებმა ყოველთვის მოიგოს, ყოველთვის საუკეთესო ფეხბურთი აჩვენოს, მაგრამ ხდება ხოლმე, გული არ გაიტეხოთ, თავი მაღლა უნდა ავწიოთ, თავარია გავაკეთოთ სწორი ანალიზი, რა შეცდომები დაუშვით აღნიშნულ ციკლში, რატო იყო წარუმატებელი ჩვენი თამაშები და შემართებით უნდა მოვემზადოთ შემდეგი ციკლისთვის. ჩვენ ვხედავთ მიზანმიმართულ კამპანიებს ჩვენი სპორტსმენების მიმართ, ფეხბურთელების მიმართ და ეს არა მხოლოდ სპორტში, ზოგადად ყველა სფეროში არის ეს დამოკიდებულება, რომ ხდება ადამიანების შეურაცხყოფა. არ მინდა შევიდე დეტალებში, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს უსვავ იმას, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა, ვინც აზროვნებს ჯანსაღად, ვისაც უყვარს ჩვენი ქვეყანა, ვისაც უხარია ის, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა, უხარია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, ყველა არის თქვენს გვერდით. რა თქმა უნდა, გულდაწყვეტილები ვართ, იმიტომ რომ მარცხი არავისთვის ასიამოვნო არ არის, მაგრამ ვართ თქვენს გვერდით. და ყოველთვის გვერდში დაგიდგებით. მე მახსოვს ის წარუმატებელი პერიოდი, როდესაც ჩვენ ვერ ვიგებდით თამაშებს და გულშემატკივარის უმრავლესობა, მიუხედავად იმისა, რომ იყო ნიჰილიზმი, იყო წაგებული თამაშების სერია, გულშემატკივარი თქვენს გვერდით იყო და არ მიუტოვები ხართ არასდროს. ასე იქნება მომავალშიც. სახელმწიფოც, გულშემატკივარიც, ყველა გვერდით დაგიდგებით იმისთვის, რომ შემდეგი თამაშები იყოს წარმატებული, თქვენ იყოთ წარმატებულები, იმიტომ რომ თქვენი გამარჯვება, თქვენი წარმატება, ეს ჩვენი ქვეყნის გამარჯვება და ჩვენი ქვეყნის წარმატება. ასე რომ მოვემზადოთ შემდეგი თამაშებისთვის, წარმატებები მინდა უსურვო ჩვენს ბიჭებს, ყველას აბსოლუტურად
და გვიგულეთ თქვენს გვერდით. ყველანაირად ხელშეგიწყობთ და დაგეხმარებით, რომ ჩვენ შევძლოთ ისევ დავიბრუნოთ წარმატებული თამაშების სერია. მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ მზად არის ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც უკვე გადაგზავნილია საკრებულოში. ეს არის პირველადი ბიუჯეტი, რომელსაც რა თქმა უნდა მოყვება განხილვები, თუ რამე შესასწორებელია, ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საკრებულოსთან და რა თქმა უნდა, ყველა შენიშვნა იქნება გათვალისწინებული. 2026 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა შეადგენს 2 მილიარდ 82 მილიონ 482,000 ლარს, რაც შარშანდელთან შედარებით თითქმის 100 მილიონი ლარით მეტია. შემოსავლების წყაროების განაწილებას რაც შეეხება არის ასეთი, საკუთარი შემოსავლები გვაქვს 1 მილიარდ 474 მილიონ 814,000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან კაპიტალური სპეციალური ტრანსფერი 580 მილიონი ლარია, სხვა კაპიტალური გრანტები 25 მილიონ 480,000 ლარი, მიზნობრივი ტრანსფერი 1,783,000 ლარი. ბიუჯეტი გადანაწილდა შემდეგ პრიორიტეტებზე: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ეკოლოგიის გაუმჯობესება, ბიენად მესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერა, ჯანდაცვა, სოციალური პროგრამები, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა. 2026 წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის განსაზღვრულია 479 მილიონ 920,000 ლარი და გულისხმობს ყველა დაპირებულ მსხვილ პროექტს, მაგალითად ეგრეთ წოდებული სამხედრო ქალაქის პარკი, მისი განახლება, რეაბილიტაცია, სრული მოწესრიგება, ვაკის პარკის შადრევნების კასკადის რეაბილიტაცია, 4 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, ავარიული სახლების შანაცვლება, ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია, სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია და სხვა მრავალი პროექტი აღარ გავაგრძელებ ამ ყველაფრის ჩამოთვლას. 2026 წლის ბიუჯეტის პროექტით ასევე გათვალისწინებულია ტრანსპორტის მიმართულებით დაპირებული მნიშვნელოვანი პროექტები, ტრამვაის ხაზის პროექტირება და მშენებლობა, თქვენ იცით რომ ტენდერი უკვე გამოცხადებულია და უახლოეს მომავალში გვეყოლება მედია გამარჯვებული კომპანია, რომელმაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია. მას შემდეგ რაც გამოვლინდება კომპანია თუ ვინ შეასრულებს სამუშაოებს, 18 თვე დაჭირდება დაახლოებით პროექტის განხორციელებას. ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით გათვალისწინებულია 583 მილიონ 954,000 ლარი, რაც 2025 წელთან შედარებით 50 მილიონ 91,000 ლარით მეტია. მათი წილი ბიუჯეტში შეადგენს 28%-ს. მე ბევრჯერ მithქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ყველას დავეხმარებით და გვერდით დაუდგებით, ვისაც დღეს ამის აუცილებლობა და საჭიროება აქვს. არავის არ დავტოვებთ პრობლემების პირისპირ, ყველას ექნება ჩვენი მხრიდან თანადგომა და მხარდაჭერა. გარდა ამისა, სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულია 168 მილიონი ლარის დონორული დაფინანსება. რაც შეეხება ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურებს, როგორც უკვე აღვნიშნე, ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი უკვე გაგზავნილი გვაქვს საკრებულოში, ახლა დაიწყება განხილვები კომისიებსა და ფრაქციებში, რის შემდეგაც წარმოდგენილი იქნება მათი რეკომენდაციები. აღნიშნულ პროცესში აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას ფინანსთა სამინისტროსთან და ცენტრალურ მთავრობასთან, რათა უზრუნველყოთ ბიუჯეტის მოცულობის დამატებითი ზრდა იმ პროექტებისთვის, რომლებიც უკვე შევიტანეთ 2026 წლის გეგმაში. თქვენ იცით, რომ საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს თბილისთან დაკავშირებით. ჩვენ საარჩევნო კამპანიის დროს საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია
თუ რის გაკეთებას ვაპირებთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში, შესაბამისად 2026 წელს დავიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტების განხორციელებას. მე მინდა პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადო თანამშრომლობისთვის, ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერისთვის, რადგან მათი ჩართულობით და თანადგომით შესაძლებელია მხოლოდ საუბარი იმაზე, რომ აი ეს მასშტაბური მსხვილი პროექტები, რაც დაკავშირებულია დედაქალაქთან, განხორციელდეს მომდევნო წლების განმავლობაში. ბიუჯეტის საბოლოო უკვე გაზრდილი ვერსია საკრებულოს წარედგინება 10 დეკემბერს. მინდა შევეხო რა მასალის არასწორად განთავსებისა და რეალიზაციისათვის, რომელზეც ჯარიმების დაკისრება რამდენჯერმე გადავდეთ, რათა შესაბამისი სუბიექტებისთვის, ვინც ამ ბიზნესით არის დაკავებული და აღნიშნული მიმართულებით არის დაინტერესებული, მიგვეცა შესაძლებლობა, რომ მომზადებულიყვნენ, ასევე მოემზადებინათ სარეალიზაციო ადგილები დადგენილი წესის მიხედვით და აღნიშნული წესის შესაბამისად. მიმდინარე წლის დასაწყისიდან თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას ყველა იმ ბიზნეს სუბიექტთან ჰქონდა კომუნიკაცია და მათ დეტალურად გავაცანით თუ სად, როგორ და რა პირობებში აქვთ უფლება ამ მასალების განთავსების და შემდეგ რეალიზაციის. მიმდინარე წლის დასაწყისში ჩვენ კვლავ დავაანონსეთ, რომ ეს წელი იქნებოდა ბოლო საშეღავათო პერიოდი და 2026 წლის 1 იანვრიდან უკვე დავიწყებდით კონტროლს და არასათანადო წესით რეალიზაციის შემთხვევაში უკვე მოვახდენდით შესაბამის დაჯარიმებებს. იმის გათვალისწინებით, რომ ყველა ზემოთ აღნიშნულ საკითხზე განსაზღვრული ჯარიმები უკვე მრავალი წელი არსებობს და ჯარიმის აღნიშნული ოდენობები ვერ უზრუნველყოფს პრევენციულ ხასიათს, მივიღეთ გადაწყვეტილება მოგვემზადებინა შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც ჯარიმის ოდენობის გაზრდას ითვალისწინებს. შესაბამისად, ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავებისთვის, ამტვერებადი მასალის არასათანადო წესით ტრანსპორტირებისთვის, ბეტონმზიდი მანქანიდან ბეტონის დაღვრისთვის, ასევე მეორადი საბურავების შავი და ფერადი ლითონის ჯართის ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან მარტივად ამტვერებადი მასალის არასწორად განთავსებისა და რეალიზაციისთვის განსაზღვრული ჯარიმები, რომელიც დღეს შეადგენს 500-დან 6000 ლარამდე, სხვადასხვა დარღვევებისთვის გაიზრდება 2500-დან 30000 ლარამდე. გვაქვს ასევე კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც მინდა გავაცნო საზოგადოებას, მიუხედავად იმისა, თუ რამდენით გაიზრდება ჯარიმების სხვადასხვა სამართალდღევაზე, მექანიზმი ბოლომდე ვერ ექნება პრევენციული ხასიათი, თუ პროცესი ბოლომდე არ მივიდა. ჩვენ გვაქვს ისეთი შემთხვევები, როდესაც ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების ჩაბარება საჩივრის ავტორის მიერ არ ხდება. როდესაც მუნიციპალიტეტი შესაბამისი სამსახურები გამოწერს ჯარიმას, მიდის ჩასაბარებლად, ვინც არის კონკრეტული ობიექტის მეპატრონე, პირობითად ვიძახი, არ იბარებს ხოლმე აღნიშნულ ჯარიმას. ეს ყველაფერი ცხადია კეთდება მიზანმიმართულად, რადგან თუ ამ გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს პირი, ვერ მოხდება ამ ჯარიმების აღსრულება. შესაბამისად, წლები ისე შეიძლება გავიდეს, რომ პირმა საერთოდ არ ჩაიბაროს ეს გადაწყვეტილება და არც ჯარიმის გადახდა მოუწიოს. აქედან გამომდინარე, შევიმუშავეთ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც თუ პირი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს, დადგენილი წესით აღნიშნული გადაწყვეტილება გამოქვეყნდება მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და მისი გამოქვეყნებიდან 30 დღეს ეს გადაწყვეტილება ჩაითვლება ჩაბარებულად. ამის შემდეგ მუნიციპალიტეტს უკვე შეეძლება, რომ გადაწყვეტილება აღასრულოს, თუ რა თქმა უნდა პირი ამის შემდეგ სასამართლოს არ მიმართოს. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთ წარმატებულ გადაწყვეტილებად მივიჩნევთ ტაქსების რეფორმას. ალბათ უკვე ყველასათვის ცხადია, რომ ამ პროცესმა მართლაც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ზოგადად ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა მნიშვნელოვანია, რომელიც სხვადასხვა მიმართულებისგან შედგება და ერთ-ერთი
მასშტაბური და მსხვილი რეფორმა იყო ტაქსების რეფორმა. იცით რომ ტაქსების რეფორმა რამდენიმე ეტაპად განვახორციელეთ, შემოღებული იქნა მსუბუქი ავტომობილით, ტაქსით ერთი კატეგორია, იცით, გადაყვანის ნებართვა, დადგინდა A კატეგორიის ტაქსის სფერის სტანდარტი, აიგრძალა მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მგზავრთა გადაყვანა, დაინერგა მობილური აპლიკაციები ტაქსით მომსახურების პროცესის გამარტივების მიზნით, აუცილებელი გახდა ტაქსის მანათობელის გამოყენება. ბოლოს განხორციელებული სრულებებით შეწყდა ნებართვის გაცემაც და ძალაში დარჩა მხოლოდ უკვე აღებული ნებართვები. აღნიშნული გადაწყვეტილებით პრაქტიკულად უდიდესი ეკონომიკური აქტივი გაუჩნდა თითეული ნებართვის მფლობელ პირს და მას ეს აქტივი უკვე თავის შეხედულებისამებრ შეუძლია განკარგოს, უნდა გაიჯაროს, უნდა გაყიდოს და ასე შემდეგ. როგორც ის გადაწყვეტს, ისე შეუძლია იმოქმედოს. მთელი ამ პროცესის განმავლობაში, რა თქმა უნდა, აქტიური და უშუალო კომუნიკაციები მიმდინარეობდა ამ სფეროთ დაინტერესებულ თითოეულ პირთან, ხდებოდა მათთან შეხვედრები, მოსაზრებების გაცვლა და შეიძლება ითქვას, რომ პროცესი მხარეთა მაქსიმალური ჩართულობით, მონაწილეობით მიმდინარეობდა. ცვლილებების სრულყოფილად დანერგვა და მათ შორის ტაქსის მძღოლებს ადაპტირება რეგულაციებთან ცხადია გარკვეულ დროს და ენერგიას მოითხოვდა შესაბამისად ამ პროცესებში იყო შემთხვევები, როცა გზავრთა ტაქსით გადაყვანა ხორციელდებოდა ნებართვის გარეშე ან სანებართვო პირობების დარღვევით. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის პირი, რომელმაც 2025 წლის 1 ნოემბრამდე განახორციელა ტაქსის მომსახურება უნებართვოდ ან სანებართვო პირობების დარღვევით და ამისთვის ის არის დაჯარიმებული, გათავისუფლდება დაკისრებული ჯარიმებისგან და დარიცხული საურავებისგან, რომლებიც ამ დრომდე არ გადაუხდიათ და არ აღსრულებულა. აქვე განმარტავთ, რომ 2025 წლის 1 ნოემბრის შემდეგ ჩადენილ სამართალ დარღვევებზე უკვე განხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები მთელი სიმკაცრით. ჯარიმებისგან გათავისუფლება შეეხება მხოლოდ და მხოლოდ 2025 წლის 1 ნოემბრამდე ჩადენილ ქმედებებს. ამდენად მინდა მიმართო მოსახლეობას, რომ გაითვალისწინონ შემოაღნიშნული საკითხები, იმედი მაქვს, რომ ყველა ვიმოქმედებთ კანონით დადგენილი წესების ფარგლებში. ჩვენ ამ საკანონმდებლო ცვლილებას მივაწოდებთ პარლამენტს, აქვე მინდა ვთხოვო პარლამენტის თითოეულ წევრს, წარმომადგენელს ამ საკანონმდებლო ინიციატივაში მხარი დაგვიჭირონ, რადგან აღნიშნული საკითხები პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია დედაქალაქისთვის, ასევე მიგვაჩნია, რომ ცვლილებებს სამართალ დარღვევის შემცირების კუთხით ქმედითი პრევენციული ხასიათი ექნება. თქვენ იცით, რამდენად მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ჩვენთვის სამშენებლო მიმართულება, სწორი სანებართვო პროცესი და მშენებლობის დარღვევის გარეშე წარმოება. ზოგადად ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მშენებლობას ძალიან დიდი პროცენტული მაჩვენებელი უკავია, ამიტომ ჩვენი მხრიდან ყოველთვის ხდება აღნიშნული სფეროს მხარდაჭერა, თანადგომა, თუმცა მთავარი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის რომ პროცესი სწორად მიმდინარეობდეს დარღვევების გარეშე და ქალაქის სწორი ურბანული განვითარება. ეს არის ჩვენთვის პრიორიტეტული. ჩვენ არავის არ უშლით ხელს მოახდინოს აღმშენებლობა, განვითარება, მაგრამ ბევრჯერ მithქვამს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არ და ვერ მოხდება მწვანე რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე ან სპორტული მოედნების ხარჯზე. ჩვენი მავნე პრაქტიკა, რაც წლების განმავლობაში ნორმად იყო მიღებული, იცით თუ როგორ დაუპირისპირდით და არც ერთი სამშენებლო ნებართვა არ გაცემულა რეკრეაციული არეალების ხარჯზე. პირიქით ხელს უწყობთ ასეთი სივრცეების ქალაქისთვის დაბრუნებას. თუმცა პარალელურად ხელს უწყობთ აღნიშნული სექტორის განვითარებას. ამ მიმართულების პრიორიტეტულებიდან გამომდინარე არაერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, რომელიც მაქსიმალური სიმკაცრით უდგება უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოების მშენებლობას. გარდა იმისა, რომ დაინერგა თითოეული სამშენებლო ეტაპის კონტროლის მექანიზმი,
ასევე ნიშნულოვნად გავზარდეთ ჯარიმები. მშენებლობის შეჩერების შეუსრულებლობა გახდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი. აიგრძალა კომუნალური სერვისების მიწოდება ექსპლუატაციაში მიუღებელ ობიექტებზე და ასე შემდეგ. ბევრი რეგულაციები იქნა შემოღებული, რომლითაც ჩვენ გავამკაცრეთ ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება. აქვე მინდა ვთქვა, რომ ეს არის სწორი. სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა ჩვენ გვეპასუხა იმ გამოწვევებზე, რომელიც აღნიშნულ სფეროს თან ახლდა. ჩვენს მიერ განხორციელებული ამ ცვლილებებით უკვე მაქსიმალურად ვახდენთ სამშენებლო დარღვევების პრევენციას. ამ პროცესში მნიშვნელოვანია ის, რომ თავად მშენებლები, დეველოპერებიც უკვე დაინტერესებულები არიან, რომ პროცესი სწორად წარიმართოს დარღვევების გარეშე. გვინდა ამ მიმართულებით დამატებითი სერვისი შევთავაზოთ სამშენებლო სექტორს, კერძოდ თუ მშენებელს, დეველოპერს აქვს ეჭვი, რომ თუნდაც მცირედი დარღვევა აქვს მშენებლობაზე, მათ მიეცეთ შესაძლებლობა მშენებლობის მიმდინარეობის პროცესში მიმართონ მუნიციპალურ ინსპექციას და მოითხოვონ სამშენებლო ობიექტის შემოწმება, რამდენად სწორად მიმდინარეობს მშენებლობის პროცესი და ხომ არ არის ის სანებართვო პირობებთან შეუსაბამო. აღნიშნული სერვისის მიღება დაინტერესებულ პირებს ნებისმიერ დროს შეეძლებათ, რისთვისაც მათ შენობა-ნაგებობის კლასის მიხედვით მოუწევთ შესაბამისი ოდენობის მოსაკრებლის გადახდა, რომელიც იქნება არა უმეტეს 40,000 ლარისა. დარწმუნებული ვარ, ბევრი ისარგებლებს აღნიშნული სერვისით, რაც ხელს შეუწყობს პირველ რიგში თავად მშენებლობას, რათა პროცესი იყოს წარმართული სანებართვო პირობების შესაბამისად და თუ სადმე რომელიმე ეტაპზე ფიქსირდება დარღვევა, მისი გამოსწორება და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა მოხდეს უკვე უშუალოდ მშენებლობის პროცესში. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო სერვისი არის და დარწმუნებული ვარ, ბევრი სამშენებლო კომპანია თუ დეველოპერი ისარგებლებს აღნიშნული სერვისით, რაზეც ვისაუბრეთ. ეს იყო რის თქმაც მინდოდა მეგობრებო, შეგვიძლია უკვე გადავიდეთ თვითსაზრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვაზე და გადაწყვეტილებების მიღებაზე.